ამ ჩანაწერს თუ ხედავთ, დიდი ალბათობით დაკავებული ვარ. ბოლო არჩევნების შემდეგ ეს არალეგიტიმური მთავრობა. ამათი დღის წესრიგი რა არის? უწყვეტად, მუდმივად ფიქრობენ და მუშაობენ იმაზე, მთელი სახელმწიფო სტრუქტურა ჩართული იმაზე, რომ ჩაახშონ წინააღმდეგობა. მათი ძირითადი საქმიანობა არის ეს, შეიძლება მხოლოდ ეს ბევრი სახელმწიფო სტრუქტურისთვის. რეალურ პრობლემებზე ვინ ფიქრობს, ანუ რეალურ პრობლემების გადაჭრას რომელი სახელმწიფო სტრუქტურა ცდილობს. ის კანონები, რომელსაც ახლა იღებენ, რეპრესიული კანონები. ამის მანდატი რა მისცა მათ, რომ ესეთი რეპრესიული კანონები მიიღონ. ჯერ ერთი რომ არჩევნები გააყალბეს და ეგ რომ გაყალბდა არჩევნები ეთყობა რამდენიმე ძირითად მაჩვენებელს, ბევრ სხვა ფაქტთან ერთად. რა თქმა უნდა, ეთყობა მაგალითად ისეთ ადგილებს, სადაც აქტივობა იყო წარმოუდგენლად დიდი და ეს ადგილები არის ცარიელი, არ ცხოვრობს მოსახლეობა და ამ ადგილებში განსაკუთრებული მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა ქართულ ოცნებას, რაც არაბუნებრივია, მხოლოდ მათი გაყალბების მექანიზმზე მიუთითებს. ასევე არ იყო ღია მაგალითად ის ინფორმაცია, არ იყო საჯარო ის ინფორმაცია თუ ვინ აძლევდა კონკრეტულ უბანში ხმას. ადრე თუ სიები იყო და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ეს ამ მომენტისთვის იყო შენახული რაღაც კონკრეტულ მოწყობილობაში. და ეს მოწყობილობა დააკავა პროკურატურა. დიდი ხნის განმავლობაში დაპატიმრებული იყო, დატყვევებული იყო ეს მოწყობილობები და მათზე წვდომა არავისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ქართული ოცნების, პროკურატურის და მათი წარმომადგენლების გარდა. ამის გარდა უამრავი სხვადასხვა ფაქტი იყო ის ტრადიციული გაყალბების ფაქტები. უამრავი ფაქტი იყო რის გამოც ცალსახა არის, რომ არჩევნები გაყალბებულია. ამიტომ ამათ ლეგიტიმაცია არ აქვთ. თუმცა არჩევნები რომც არ იყოს გაყალბებული, რომც სიმართლეს წარმოადგენდეს იმ არჩევნების შედეგები. ანუ ეს მანდატი ან ლეგიტიმაცია ყველაფერი იმის, რასაც ესენი ახლა აკეთებენ. პარლამენტში კანონებს იღებენ და აბსოლუტურ უმრავლესობა თუ ყველა ცვლილება და ყველა მსჯელობა, რაც პარლამენტში მიდის, შეეხება ერთადერთს, რომ ჩაახშონ წინააღმდეგობა. ამის მანდატი ხო ცალსახად არ მიუღიათ. წინასაარჩევნოდ რომ დაპირება არ ქონიათ ერთადერთი შვიდობა ომის ნაცვლად და ღირსებით ევროპაში. ანუ სხვა დაპირება მათ არ ქონიათ. აქაც ხო დაკარგულია მანდატი. აქაც ხო ვერ წარმოადგენენ, ანუ იმ შეპირებებსაც კი ვერ წარმოადგენენ, რომელსაც არჩევნებში გასცემდნენ. სად არის აბა ღირსებით ევროპაში? რომელ ევროპაში? რომელსაც deep state-ად აცხადებენ? მაგრამ ამის გარდა კონკრეტულად ახლა რაზეც ვსაუბრობ, ის არის რომ მათი ყოველდღიური საქმიანობა მთელი სახელმწიფო სტრუქტურების არის წინააღმდეგობის ჩახშობა. და რეალური პრობლემების გადაჭრა სად ხდება? რეალურ პრობლემებს რა მომენტში იჭრიან? ის რომ შობადობა ნაკლებია ვიდრე სიკვდილიანობა, ის რომ ქვეყანას ტოვებენ საქართველოს მოქალაქეები და უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდები და ამ დანაკარგი ჩანაცვლება ხდება უცხოელებით. იმ ქვეყნებიდან, რომელ ქვეყნებშიც ალბათ ჩვენზე უარესი მდგომარეობა, ერიტრეა, ავღანეთი, არ ვიცი, ბევრი სხვა ქვეყანა, რომელსაც ვიზო მიმოსვლა გასცეს. რეალურ პრობლემებს ვინ ჭრის? რეალურ პრობლემებზე ვინ საუბრობს? ერთადერთი საუბრობენ, რომ deep state უნდა დაამარცხონ, ეს არ არსებული. deep state უნდა დაამარცხონ, უნდა დაადუმონ წინააღმდეგობა. სხვა საკითხები არ განიხილება საერთოდ. და ბოლოს როდის ქონია ესეთ შეგრძნება, რომ ყოველი დღე წინა დღესთან შედარებით იყო უკეთესი. ყოველ დღე უფრო მეტი შესაძლებლობა იხსნებოდა ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე წინა დღეს იყო. უფრო მეტი ინვესტიცია შემოდიოდა საქართველოში, ჩვენ შვილებს შეძლებოდათ. უფრო მეტი გასახანი ქონოდეთ, ვიდრე წინა დღეს. როდის ყოფილა რა კეთდება ამისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავალი შეიქმნას. რომ deep states არ არსებულ პრობლემებს რო ეწინააღმდეგებიან, როცა რეალური პრობლემები სრულად ყურადღების გარეშე არის, მათი რიტორიკა, მათი საუბარი ხო რეალურად პრობლემების გადაჭრაზე არაა მიმართული. მათი საუბარი არის თეთრი ხმაური. ბავშვებს ურთავენ ხოლმე რაღაც ხმებს, რომ დაიძინონ მარტივად. ზუსტად ეგ აქვთ მათ მიზანი, ხო? ანუ ხმაურს ქმნიან ისეც, რომ უბრალოდ ჩაგვეძინოს. უბრალოდ მოვწყდეთ რეალობას. ხმა აღარ ამოვიღოთ, ჩუმად ვიყოთ. ერთადერთი მიზანი აქვთ მხოლოდ ეგ, რომ ვიყოთ ჩუმად. არ მოგფეს და ანუ საკმარისი არ არის ძილი, დრო არ არის, რომ გავიღვიძოთ. დრო არ არის, რომ რეალურ პრობლემებს გავუსწოროთ თვალით და რეალურ პრობლემებს გადაჭავცადოთ. და ბოლოს როდის ყოფილვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენი მთავრობას წარმოადგენს საქართველოს საუკეთესო ნაწილი. ჩვენ მთავრობაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საამაყოები არიან, რომლებსაც მიღწევა აქვთ ისეთი, რომელიც ჩვენთვის საამაყოა. ამაზე რომ პრეტენზიაც არ გქონდეს. ბოლოს როდის ყოფილა ისეთი მომენტი, როცა ჩვენი მთავრობა არ არის დაკომპლექტებული ყველაზე ფლიდებით, ყველაზე მატყუარებით.
ყველაზე ფარისევლობით, ყველაზე უპრინციპოებით. სად არის მათი სოციალური სქემები, რაც თავიდან ქონდათ, რომ ეხლა გადადეს, იმიტომ რომ ამ მომენტში მათ ინტერესში ეს არ შედის. ეხლა თითქოს მემარჯვენეები არიან უფრო მეტად. სად არის ის დაპირებების დათქმები, რაც ამდენი წლის განმავლობაში ქონდათ? სად არის აბა ღირსება, სად არის? რომელმაც საქციელში არის ღირსება? როდემდე უნდა ვიძინავდეთ ნერვიულობით, რომ თვალინდელი დღე უარესი იქნება ჩვენი შვილებისთვის. თვალინდელი დღე არანაირად არ გაზდის ჩვენი შვილების პერსპექტივას. როდემდე უნდა ვიყოთ ამის მოლოდინში. როდემდე უნდა ვაწუხებდეს ის დარდი, რა დარდმაც სავარაუდოდ მოკლა წინააღმდეგობის რამდენიმე ადამიანის მშობელი. როდემდე უნდა გქონდეს ეგ დარდი, რომ დრო გავა, ჩვენც შეიძლება ჩვენ შვილებზე დარდმა მოკლას. როდემდე უნდა ვიყოთ ეგრე და როდემდე უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველები, კარგები მხოლოდ უკვე მითიურ პერიოდში ჩარჩენილ არსებებად იქცნენ. მხოლოდ ამას მივწერეთ, რომ აი შუა საუკუნეებში დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე იმდენად დიდი ხნის წინ იყო ეს საამაყო ჩვენთვის მთავრობა, უკვე თითქოს წარმოუდგენელი გახდა, რომ ჩვენი მთავრობა ოდესმე შეიძლება იყოს ჩვენთვის საამაყო. რომ ჩვენი მთავრობა იზრუნებს ქვეყნის განვითარებაზე და არა მათი ჯიბეების გასქელებაზე მხოლოდ. როდემდე უნდა უსმინოთ ამ თეთრ ხმაურს, როდემდე უნდა დავიძინოთ. საკმარისია მგონი წილი დროა გავიღვიძოთ.